Hello. მოკლედ საკმარისია თმები გავიშალო და ცოტა მოვიწესრიგო. ეგრევე ქარი დაუბერავს და ეგრევე არაფერი აღარ რჩება თავზე. წესიერი. მოკლედ გამოვისეირნეთ ისევ რაღაცა პროდუქტებზე. მე უნდა შევიდე ისევ ჩვენი ზღვიზი გოჭისთვის თივა ვიყიდო, ესე იგი რაც ეს გოჭი ჭამს, მე არ ვიცი. ჩვეულებრივი ღორი არ ჭამს მაგდენს, რამდენსაც ეს გოჭი ჭამს. მივდივართ მე ორნაბიჯში, დიასახლისში. თმა უნდა შევიღებო შესაძლებელი მაქსაკერ. მე ლიბრეშიც. მოკლედ, არ ვიცი ლიბრეში. არ ვიცი დამრჩება რამე თუ არა საყიდი, მაგრამ კამილა არ გადახვიდე მანქანა. მაგრამ ის რა ქვია, ქილბოსტანში უნდა შევიარო. ეგ გაისტორე უკან. სპორტული აგეკეცა გაისტორე. ეს ქალბატონები ცეკვაზე იყვნენ დილით. შორტებში და ქალბატონები შეგწირდათ ხო? არა. ეთყობა შენ. ვადა ესე დაგიხარ. იმიტომ რომ ეს მოხდა ვიცი. ესე ხარ ფეხებში რაღაც. ხარ დაიწერე მე ხალი. ეს ხალი დაიწერე. იმიტომ რომ ამას ვიჭერე. ხალი დაიწერე სალო, ესე დაიწერე, ესე. ხოდა კუთხადი გლუჩო და ქუში. მომეცემა. და ესე რომ გახოდა, აუცილებელია ჩაიქცა. ხოდა სწორად უნდა იაროთ, ბავშვებო, გასწორდით და ესე იარეთ, მით უმეტესად ცეკვაზე დადიხართ. უნდა გეტყობოდეთ, რომ ცეკვაზე და მოკლედ ახლა ამოვარდა ესეთი ძლიერი ხარი, რასაც ქვია. ვანერვიულებს ეს ხარი რა ამბავია. ისე ნორმალურია მიდი იყო, თქოს კამილა მოიცადე. ველოდებოდით. კარგა, იმიტომ რომ გავიღვიძეთ მზე იყო. ახლა კიდე ისე ვაირია და ირია. აკეთე. დღეს რაღაცა თემუს ამანაც ველოდები. აღარც მახსოვს რა შევუკვეთე. მართლა? ხო, ვნახოთ აბა თუ რა ჩამომივიდო მართლა აღარ მახსოვს. იმიტომ რომ ძალიან დიდი ხნის წინ შევუკვეთე და აღარც მახსოვს მართლა რა დევში. ვნახოთ. ამოვედით მაღაზიიდან მეგობრებო. აი მე დავიღალე, თან დამცხა, თან დავიღალე, თან რა ვიცი მე. ძალიან დავიღალე. მოკლედ რეები ვიყიდეთ, ახლა უნდა გაჩვენოთ. ესეთი ლიმნის ზედაზენი დღეს ლიბრეში აქცია იყო, 3 ლარი ღირდა 2 ლიტრიანი. დიასახლისში ვიყიდე სალფეტკი 1, სალფეტკი 2. სუფთა სახლში ვიყიდე ჩემი საღებავი, დღეს ვიღაცა კომენტარებში მეკითხებოდა რომელი საღებავით იღებაო. წითელი გარნიერი მეგობრებო, წითელი ფერის, იმიტომ რომ მე მგონი მწვანეც არის ხო? წითელი გარნიერი 6.0. ფერს აწერია კაშტანავი ჭომნარუსი მე მგონი 6.0 მოკლედ. წითელი გარნიერი 6.0. ეხლა ძალიან შესაძლებელი მაქვს, თუ არა თითქმის ერთი და იგივე ფერის ვართ. აბა შეხედეთ. აი. შესაძლებელი ვარ, უბრალოდ თითქმის აი ამ ფერზე მაჭდება. ძალიან კარგი ფერია, ძალიან მომწონს. დიასახლისში კიდე ვიყიდე დიდი კოლგეიტი. აი ესეთი ერთჯერადი ნუა. ათიცალია მე მგონი შიგ. მილენა მიყიდა ისე რა თქმა უნდა თავისთვის რაღაცა ისე ხო ვერ წავალ რომ თავისთვის რაღაცა არ იყიდოს, რაღაცა სკეჩბუკი იყიდა. შამპუნი და ბალზამი ვიყიდე Sunsilk-ის, როცა სუფთა სახლში ღირდა 10 და 60 თუ არ ვცდები, დიასახლისში ღირდა 8 და 70. თითქმის 2 ლარი იყო განსხვავება. დიდი ბალზამი და დიდი შამპუნი. Поехали дальше. ორნაბიჯში ვიყიდე ზეთი. ასეთი კუბანსკая. ქილბოსტანში ვიყიდე მწვანილი და 9 კილო ჭადისფილი ვიყიდე რა ვიცი. დათვისთან. ხო ნორმალურია დათვისი. თითქოს მწვანილები ვიყიდე და 9 კილო ჭადისფილი.
ესე იგი მილენა თან სახლიდან ისე არ გავა რომ წყალი არ დალიოს და თან გავა თუ არა ეგრევე მაინც წყალი უნდა მეთქი მაღაზიამდე მივალ და არ გავიყოლებ და ხო აი მაინც იყიდა და მაინც დალია ორი ყულყაც არ დაულევია მაგრამ აი ესეთი სალამი ვიყიდე ორნაბიჩი რა წერია ლიდერ ფუდის აი ეს გვიყვარს შედარებით ესე ვთვლით რომ შედარებით უფრო ხარიცხიანია ვიდრე სხვა დანარჩენი. აი ეს ვიყიდე ისევ არ ვიცი რომელი იყო და ისევ ეს ვიყიდე. არ იყო არაფერი ვაფშე მეტი. ესეთი ვიყიდე, ასე ვთქვათ, რაღაცა ისეთია კოქტეილის ვარიანტია რაღაცა. არ იყო მეტი ვაფშე არაფერი თეო. ბულგარული ვიყიდე, დღეს აჯაფ სანდალს ვაპირებთ მე და თეო. შემდეგი კიდე ვიყიდე 2 ლიტრიანი კოკა-კოლა, ეს მოცივარშია ჩასადები. შემოგას ვიყიდე აი ეს კეჩუპი უყვარს ძალიან. ეს კარგია თითქოს და იონჩა თუ რაღაც ესეთი ქვია. რა ვიცი. მე მგონი ეგრე ქვია. ორი ვიყიდე დაჭრილი, ერთი სალი მინდოდა და ორი სალი ვიყიდე, რაც ვიყიდე არ ვიცი. მათი ორ შეწევა, მარაზი რუკაში. ორი სალი დაჭრილი პური ვიყიდე. მერე გამახსენდა გზაში რომ ორი სალი არ მინდოდა. შაქარი ვიყიდე 1 კილო. სტაფილო ვიყიდე, არ გინდა სტაფილო იმისთვის? სტაფილო ვიყიდე, ჰა? ხო. ზღვის გოჭს და 1 ცალი ლიმონი. პომიდორი მინდოდა ვითომ კერძისთვის, მაგრამ არსად არ იყო რბილები. დათოსთანაც შევიარე ვკითხე და დილით გავყიდეთ, ყველაფერი აღარ გვაქვს. ეს არის, კარაქი ვიყიდე. აი ესეთი. მე მგონი ამ წინებზე გქონდა ეს კარაქი. არა უშავდა თითქოს. მილენამ თავისთვის რა თქმა უნდა რაღაცა ბურთი იყიდა. ბურთების მეტი მე მგონი არაფერი აღარ აქვს. ამ ბოლო დროს ძალიან ხშირად ყიდულობენ ბურთებს. მილე შენი ბურთიდე. და ბადრიჯანი ვიყიდე 6 ცალი გამეხაპარ კი რა მოვიღებ აქედან 6 ბადრიჯანი ვიყიდე. მე მგონი იმისთვის მეტი არაფერი არ გვინდა ხო? რა ვიცი ესენი ძლივს ამოვათრე კიდე რაღაცები მინდოდა მაგრამ ვეღარ ამოვათრევდი უკვე სახლამდე. ახლა დღეს ვაპირებთ მეგობრებო სხვათა შორის შაურმის გამოძახებას. იმედია მოახერხებს აქამდე ნორმალური არა ჩაცომილი და არა ჩაძეკილი. იმედია კარგი მოვა ხრაშუნა და როგორც საჭიროა როგორც წესიერია და ისეთი. თეონა თქვა რომ ფონი ჭალამდე მე მგონი ვოლტს მოვაქო და ვოლტით შევკვეთავთ. მე კი ვოლტით არასოდეს არ შემიკვეთია და არც სხვა რაღაცით არც გოლოთი არ შემიკვეთი არასოდეს არაფერი. მოკლედ ახლა ვოლტ შევკვეთავთ და მოიტანს. იმედია გემრიელი იქნება და დაიცი. რა თქმა უნდა გაგიზიარებთ ყველაფერს. ეხლა წავედი ეს ყველაფერი ნელ-ნელა მივალაგო. მოცივარში შესაძლებელია რაღაცები. ველოდები თემუსაც როგორც გითხარით. და წესით კარგი რაღაცები უნდა წესით რა ვიცი, კარგი რაღაცები უნდა მოვიდეს. არ ვიცი თმას როდის შევიღებავ. დღეს ხვალ არ მგონია, შეიძლება ზეგ. ან ზეგ არის პარასკევი, ან პარასკევს ან შაბათს. შევიღებავ და გაჩვენეთ როგორი ფერი დამიდგება, რა თქმა უნდა. ამ დასალევებს ყველაფერს მოცივარში შევინახავ. სანამ მოვალაგებ, მანამდე იმედია მოვაგლოვო. არა, ვოლტი. მოკლედ, უნდა მოგიყვეთ ერთი ისტორია. დღეს დილა დაიწყო იმით, რომ ინსტაგრამზე ვიღაცამ წერს. რომ თქვენ სახელზეა გამოგზავნილიო თაიგულიო და უცებლად უნდა მიიღოთო. მომწერეთო მისამართიო სად იმყოფებითო და ტელეფონის ნომერიო. მივწერე ესე და ესე თქო, ვინ ხარ თქო და ვისგან არის. და იქო წერიაო, წერილშიო ყველაფერიო და ყველაფერს მიხვდებითო. ხო და უკვე ცოტა დავეჭდი მეთქი ვინ უნდა იყოს, მეთქი გამომწერი ხო არ არის ვიმე.
ფიქრობ, ვერაფერი ვერ მოვიფიქრე. ხო და მოკლედ მივწერე მე ტელეფონის ნომერიც, მივწერე მისამართიც და რას ვიფიქრებდი. ცოტა ხნის მერე დღის მეორე ნაწილში ხო მირეკავენ და მეუბნებიან რომ მოვიდაო თქვენიო ამანათიო და დახვდითო. კი ბატონო თქო. ჩავედი და მივიღე. შეხედეთ რა სილამაზეა. ვაიმე. რა საყვარლობა. ძალიან ლამაზია ხო? ნამდვილად. კი. ძალიან ლამაზია. პიონები ცხოვრებაში არასოდეს არავის ჩემთვის. ქართულად რა ქვია ასე რა? აუ, ქართულად არ ვიცი. არ უჩქებია პიონები. რა ლამაზებია. ლამაზი, ძალიან ლამაზი თაიგული. და ძალიან დახვეწილია, სხვათა შორის მაღაზიის ლინკს აი აქ დავდებ მე რომ ნახოთ, რომელი მაღაზიიდან არის გამოგზავნილი. Instagram-ზე მაქვს, ანუ Instagram-დან მწერდნენ და მაქედან დაგიწერთ რომ ძალიან ლამაზია. აი დაგიწერთ მაქედან მაგის მისამართს. ეხლა არის მოყვავილების სეზონი. აი შეხედეთ რა ლამაზებია, როგორ გამოვაჩინა კიდევ უფრო. თან თვითონ შეფუთვაც რა ლამაზია. ბანტით საყვარელია, მომართვეს სახლამდე. და ვაიმე მოკლედ ძალიან მაგარ ხასიათზე დამაყენა. და მე თან ახლავს აი ესეთი მისალოცი ბარათი, რომელზეც აწერია всегда помни, что ты особенная, люблю. ანუ ყოველთვის გახსოვდეს, რომ განსაკუთრებული ხარო და მიყვარხარო. და დავლა აქვს მიწერილი ინგა. ინგა არის ჩემი ბავშვობის მეგობარი, ჩემი დისკლასელი, რომლებთან ერთადაც ჩვენ ყველა ერთად რა ვიცი მეგობრობდით. აი, ხამეტირება ვფიქრობ. მართლა ვფიქრობ. მოკლედ ჩვენი ბავშვობის საუკეთესო მეგობრები არიან. და ეს ინგა და თავისი და რომელიც თავისი და იყო ჩემი მეჯვარე. და ეხლა ეს გოგო არის გათხოვილი რუსეთში, როსტოვში და მაქედან შემიკვეთა, через Instagram-ი, თაიგული და სახში მომიტანეს. ინგა, ძალიან დიდი სიყვარული. მიყვარხარ გულში, აი მაინც ბავშვების მეგობარი სხვა არის. ყველაფერში რო გააგიგებს და ყველაფერში რო გვერდში გიდგას, რა ვიცი. ყოველთვის ჩემი იმედი გქონდეს, მეტირება. ყოველთვის ჩემი იმედი გქონდეს, ყოველთვის მიყვარხარ. რა ვიცი, აი ჩვეულებრივად ჩემი დაიკვესავით მიყვარხარ ძალიან. შემოსაყვარელო. რაიმე ამატირა ამ გოგომ რა ქნა პროსტა. მოდით აღარ ვიტიროთ მეტი. ესე გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს ჩვენი მეგობრები, პატივს ვცემდეთ ერთმანეთს და ასე შემდეგ. მოკლედ ნამდვილად არ ველოდი მაგისგან უფრო მეგონა რატომღაც რომ ვიღაცა ალბათ მაყურებელია და ვიღაცა გამომწერი იქნება სავარაუდოდ თქო. ვაიმე, ძალიან ემოციური იყო მართლა. აი მას შევინახავ და ყოველთვის გამახსენდება. მადლობა შენი სიტყვებისთვის. მადლობა რომ აი ასეთი ერთგული მეგობარი ხარ ჩემო ძვირფასო. მოდით მეტი ტირილი არ გვინდა. მარტო კარგი ამბები გვინდა და მეტი არაფერი. всё, გადავწყვიტეთ. გადაწყვეტილია. მომივიდა კიდე ამანათი თემუდან, რომელშიც რა შეუკვეთე მე თვითონაც აღარ მახსოვს სიმართლე რომ გითხრათ. კამი გინდა გახსნა მინდა. ერთი არის საჩუქარი ლევანისთვის ამ წინებზე დაბადების დღე ჰქონდა და ვერაფერი ვერ ვაჩუქე, ვერაფერი ვერ მოვასწარი რომ ეყიდა. იმედია ნორმალური ჩამოვა და იმედია მოერგება. და ერთი კიდე ჩემთვისაც შეუკვეთე შარვალი, იმიტომ რომ ჩავტეულიყავი 40 ლარში. მე გარაფერი. მიდი აბა. ხსნათ. მოდი ჩაგასწრაფი უკეთე. კამი გასცენი დედა პარკი. ეგ შარვალია. ჯანაირია. თქო სხვანაირი ფერი ჩანდა. კაი იყოს არა უშავს. მოიცადე. იქ უფრო სხვა ფერი ჩანდა თითქოს. შემდეგ. ესე და არ შეგაი. არ ვიცი
იცი რა არის, არაფერია შემიკვეთია. Όμα მიატენი ზაკაზრა, თუ კადიეში ზაკაზაა. შენ ჩაიცვით უფრო კარგად გიქნება, სახში მაინც ჩაიცვით რა მომწონს. Покажи. типа корректор что-то. Რაღაც მახსოვს რა შევუკეთე. აი, არ მინდოდა რა თქმა. რაღაც მახსოვს რა შევუკეთე. თეონება გაშალე. თეო. Что? Элизо Маша, რომ მითხარი. Огромный. არა მგონია. Огромный. Точно огромный. თვითონ ხარისხით არა უშავრა. შეიძლება არც კონდეს დიდი. აბა რა ზომაწერია. ელია წერია, ხო ელი მითხარი. Иди на что надо. Сама это. Типа что-то это еду корректор. აი ესეთი მაისური შევკვეთე ლევანის საჩუქრად. ისე ხო არა უშავრა იმას აპლიკაციას რა ვიცი. აგერ დედასი შარვალი. მეგობრებო, ესეთი შარვალი ჩამომივიდა. ოღონდ რა თქმა უნდა დასაუჩოებელია. ზედა მინდა რამე ცოტა ერთ ფერში, სავარაუდოდ თეთრი ხომ რაღაცა მაქვს. და მოუხდება. თეთრი მაქვს ზუსტად აი ამ სიგრძე რო ცოტა აი ეს მაღალია და მე რო დავაუთოებ იქნება ესე იუბკასავით. მათ შორის ძალიან მომწონს ფართეროა. ესეთი საზაფხულო სანიაო ვარიანტი. აბა, ზუსტად ჩემი სიგრძეა, ზუსტად ჩემი ზომა. ძალიან მომეწონა. თუ ვიმეს გაინტერესებთ ამის ლინკსაც ჩაგიგდეთ. აი ესეთი ძალიან რაღაცა ტილოს ნაჭერია. სხვათა შორის სულ არ არის ცხელი, ეს რო დაუთოვდება და ზემოდან მე მგონი თეთრი უფრო მოუხდება ვიდრე შავი. უფრო გამოჩნდება, უფრო გამოანათებს, უფრო ლამაზი იქნება. თან აი ესე დავუშვათ ან კაბლუკებზე თუნდაც სლანცები მაქვს ახალი რო ვიყიდე იმ დღეს ის პოინტში რო ვიყიდე ქოშები, ეგენი ძალიან მოუხდება, მე მგონი ამას, მაგრამ ჩემი აზრით და შენი ქუდი. თეთრი ზედა უფრო მოუხდება. აბა რა სიტყვით? და შენი ჩანთა. ბეჟი ფერი ჩანთა, თეთრი ზედა და ბეჟის ქოშები ძალიან მოუხდება. ქუდი. და ეს თაიგულიც ძალიან მოუხდება. თქვენი მეგობრები გაახარეთ ერთმანეთი და ესე მადლობა ინგა კიდევ ერთხელ შემოსაყვარელო, უღმესი მადლობა. მოვიდა მეგობრებო ჩვენი ექსპრეს შაურმა. ესე ქვია გდანი ექსპრეს, მაგრამ არის რუსთავში ეს საშაურმე, რუსთავში მდებარეობს. გდანი ექსპრეს, რაო, ბომბა გემო. ეს დიდი მე და თეოს ორივე სალწადი შენ ამ მოიტანე კარტოფილი რაღაც ჩაყარე. ეს სალბეს კარტოფილია. ეს კარტოფილია. ამბოთელი ავდიო. Годи. აბა ეს წუთი ეს არის ციცაკის გარეშე. თემკასი იქნება ამირე. ხო, თემკასი. ესე ციცაკის გარეშე. მილენა მოდი. მაგიდასთან ჭამეჯობია. აბა ციცაკისთან? ხო, ჩემია. ხო, ციცაკის და ხაფის. თუ გინდა ო, ეს ციცაკის გარეშე. Სალო მაგნი წამოიღე. ცოტა ის ღრმა რამე მოიტანა. ეს ნაგავია, ეხა მოვიდა კოკა-კოლას მოვიდა. დაჭიქი გავშობ და კოკა-კოლასაც მოვიდანთ. ეხლა ეს კოქტეილიც გავხსნათ და კოქტეილი მივირთვათ. თემუკა ცოტა დავუწიე. მე და თეომ შევუკვეთეთ ერთი ცალი დიდი და შუაზე გავყოფთ, ერთიც გვეყოფა.
აი ეს არის ჩვენი შაურმა. ჩემი რა დაჭერი ერთი ხელით ვერ ვაკეთებ. ჩვენ გვაქვს ყველაფრით, წიწაკითაც და ხახვითაც და ყველაფრით. ბავშვებს თემუკას აქვს წიწაკის გარეშე, მილენას აქვს წიწაკის გარეშე, კამილას აქვს წიწაკის და ხახვის გარეშე. აბა ვნახოთ როგორია. ძაგებრილია? ანა, თქვენ წიწაკით გაქვთ? მაინტერესებს ახლა როგორია. რამდენი ხანია ნაყიდი შაურმა არ მიჭამია, თითქმის სულ სახში ვაკეთებთ ხოლმე. აი, გემრიელად გამოიყურება. და გამოსინჯია. აუ, ძალიან გემრიელია. Очень вкусно. მე ჯერ ის დროც მახსოვს, როცა შაურმა არაფრად არ ითვლებოდა ნორმალურ საჭმელადაც კი. ახლა კი მე მგონი ყველას უყვარს შაურმა. ისეთი გემრიელებია ახლა, ისეთი გემრიელებს აკეთებენ და ისეთი გემრიელები გამოდის, რომ მე მგონი ყველას უყვარს. კოქტეილიც კარგია უხდება. თან სხვადასხვა ვარიაციებში გინდა ამის garaშე შევუკვეთავ, გინდა იმის garaშე შევუკვეთავ, გინდა ქათმით შევუკვეთავ. და ის ხორცი თუ რაც შეგდოს საკوارატერია. რა უნდა იწროს? რა უნდა იწროს? ხორცი თუ რაც არის. ხორცია მე. ხორცი მარტო. აბა ხორცის garaშე ხო ვერ იქნება, ხორცის garaშე რანაირად? ასე მე პიცა მიყვარს იმის garaშე. ძალიან კარგია, ხო, მართლა ძალიან გემრიელია, მეგობრებო, ძალიან კმაყოფილი ვარ. მალე მოგვიტანეს 35-40 მინუტს სადღაც ეგრე. და აი აქ დაგიდებთ screens საიდან შევუკვეთე ვოლტიდან. დაგიწერთ აუცილებლად. ჩემგან უმაღლესი შეფასება, ძალიან გემრიელია მართლა. გემრიელად მივთვით თქვენს. მოდით გავიხედოთ გარეთ რა ხდება, დავათვალიეროთ იქავრობა. როგორ არის ხალხი უჩვენოთ, როგორ ისვენებს. სადღაც თემუკაც არის. ნეტა სად არის და ნეტა როგორ ისვენებს. ნეტა რაშურება ხელმოტეხილი. აი მე მგონი დავინახე აგერ ზის. აგერ აიწონა ზეზის. დედამ უთხრა ბურთით არ ითამაშო. ნუ დარბი ხარო, თორე კიდევ მოგწყდება ხელიო და მე მგონი შეეშინდა, რა ვიცი თუ შეეშინდა. აი, შვენივრად ისვენებს ძაღლუკა, წევს, არავის არ უშლის. ამასაც არავინ არ უშლის, წევს და შვენივრად ნებიურობს. რატომაც არა, როცა არის საშუალება, ხო? აგერ ямагრაც არის ჩილაობს. მე მოვიდა ჩემთან. მოდი ცოტა ხანი ჩემთან. მოდი და მოვალ. დაგიწერო? დაგიწერო, კი არა დაგიხაზო. გამიხაზო, ძალიან ბევრი ხანია გემროდები. ძალიან ბევრი ხანი მელოდები? ო აბა რა. რა უნდა მითხრა რომ დაგიხაზო? არაფერი, მადლობა. როგორ უნდა შემეხვეწო რომ დაგიხაზო, აბა? სახეს როგორ მიკეთებ ხოლმე რაღაცას რომ მეხვეწები? არა, ეს არა დიდი ხვეწა, ამიტომ მამაზე არ არ იზავ და მეც არ ვიზავ. არ იზავ და მეც არ ვიზავ. აბა როგორ ვერ დავინახე? ვერ დავინახე, კარგად მაჩვენე. ეკრი არითულება. არითულება ეგ მაჩვენე კარგად. No. აუხ, და საბიორი ეს არ ჩააგდო. ახლა თემუკასაძის. უი აღარ ზის რა იქნა. აგერ ბურთი ხელში უკავია. დაუთან არის. დავინახე. აგერ თემუკა. იქით თემუკას. აგერ. ბურთი იგი უბრალოდ ხო? დავანახე და წეგანაც დავანახე.
დედა პატარაო? აჰა. აბა ჩანს. თემუკა, ეხლა მეც ვერ ხედავ. ისედაც ვერ ხედავ. აი როგორ აზის ის ბავშვი საქანელას ეხლა ზემოდან ახალი გაკეთებულია და უნდა ჩამოწყდეს მაინც და მაინც შეხედეთ. ეგრე როგორ შეიძლება? აი 1-2 კვირით გაკეთებული ეს საქანელები თავიდან გააკეთეს. და ჩამოწყდეს მაინც და მაინც. ამინდები მაინც არ არის. არ ვიცი რა გვეშველება. შენიცი? თორე უკვე. თვარე ჩანს, პაციამ თვარე. ეს პატარაც ჩანს, ვერ გაიზრდება. არა შეაძლება. აიმე იმისთანა სიცხეა სახში. სახში ვეღარ იმყოფები, გამოვედი გარეთ ისევ. აუნე და მალე წავიდეთ სოფელში უკვე ისე მინდა და ისე მომენატრა უკვე იქაურობა. ბებო მომენატრა, დეიდა მომენატრა და საერთოდ იქ ყოფნა მომენატრა, იქ რაღაცნაირი სხვანაირი ვაიბია, სხვანაირად უგრძნობ თავს იქ საერთოდ. რადგანაც აი ხომბობე ხოლმე როგორც ბების სახში ხარ ლაღად და მშვიდად და აი ისევ ბავშვურად ხარ, ისე მეტი ვერსად ვერ გრძნობ საკუთარ თავს. აიმე პეჩენიები დახატე, აი ესეთი რაღაცა პეჩენიები დახატა კამილა. თუ გინდა ნამცხრებიც დახატე რამე, ტორტებიც აქვთ მე მგონი. იყოს უკვე გილახატა. აი აქ შეგიძლია ტორტებიც დახატო აი აქ რამდენიმე. და მით უმეტესად რომ ჩემი ბავშვებიც იქ არიან ხოლმე ზაფხულობით, ძალიან მიხარია რომ რაღაცნაირად სოფელში რო ატარებთ ზაფხულს და ჩემთან ერთად არიან იმ სიტუაციაში, სადაც მე ვიზრდებოდი და ძალიან მიხარია ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, ძალიან მახარებს ეს სიტუაცია. მოკლედ და რა თქმა უნდა ძალიან მეწოდებიან ის ბავშვები, ვისაც სოფელი არ აქვთ, რომელმაც არიციან აი სოფლის გემო, რასაც ქვია, რომ გაიქცევი ერთი სოფლის ბოლოდან მეორე სოფლის ბოლომდე. რა ვიცი მე ტალახშიც რო კარგად აიზილები, რო ხარ ეს რაღაცნაირად გახარებული ისე, როგორც აი ქალაქში ნამდვილად ვერ იქნები. ნამდვილად ძალიან მეწოდებიან ის ბავშვები, ვისაც კერძო სახლი არ აქვთ, ვისაც სოფელი არ აქვთ, რომ აი იქ გატარებული ზაფხული სულ სხვა. ძალიან მიყვარს იქაური ყველაფერი, იქაური ცხელი დღეები მიყვარს, იქაური წვიმა, გადარეული წვიმა მიყვარს, იქაური უშუქობა მიყვარს ხანდახანა ესე სკუჩნად რო ზიხარ მე აივანზე და ცხელ ჩაისროს, ცხელ პიტნის ჩაისროსვავ. რა ვიცი, ძალიან რაღაცა ისტორიებს რო ყვები, რო იგონებ რაღაცებს და რო გეცინება ისე როგორც არასდროს და არსად. მოკლედ ძალიან მიხარია იქ ყოფნა და ძალიან მიყვარს იქაური სიტუაცია საერთოდაც. იქაური მეგობრები, რომლებიც ზაფხულობით ჩამოდიან და მარტო ზაფხულში ხედავ. და მაგათაც თავიანთი ბავშვები ჩამოყავთ. ნუ მოკლედ აი ესე შემიძლია ძალიან დიდხანს გავაგრძელო და ძალიან დიდხანს გადავთვალო რაღაცები, რაც მახსენდება, რა ვიცი. ერთი სოფელი, მეორე სოფელი, რომელი ერთი ჩამოვთვალო, აღარ ვიცი. მამაჩემის სოფელთანაც მაქვს ძალიან ტკბილი ისტორიები, ძალიან ტკბილი მოგონებები ბავშვობის და რა თქმა უნდა დედაჩემის სოფელთანაც. რა ვიცი, აი მით უმეტესად როცა ხდება ხოლმე ის მომენტი, როცა აი ესე დაუშვათ ქალაქშიც უეც რაც შეხვდები ბავშვობის მეგობარს, ძალიან რაღაცნაირად სხვანაირად გრძნობ თავს. ალბათ დამეთანხმება ის ხალხი, ვისაც იგივე ემოციები გადაუტანია და ვისაც იგივე ბავშვობა ჰქონდა როგორც მე. სავარაუდოდ მე 10 წელს ჰქონდა ესეთი ბებიებთან გატარებული ზაფხულები და ალბათ რა ვიცი, ბევრს გახსენდება ეს წუთები, ეხლა რასაც მე უყვები და ბევრი გაიხსენებს იმ ტკბილ ამბებს.
ახლა კი აივანზე ვარ? ესა წვენია დედა. წვენია, წყალი არ არის. წვენია, მე ვიყიდე დღეს. რა წვენი და ლიმნის წვენი, მე ვიყიდე დღეს დედა. არა. კი. ბავშვებმა მოიფიქრეს. აგრონომები გახდნენ. მილენამ დათესა მარწყვი დააწერა თავისი სახელი, თარიღი 23 მაისი. დათესა მარწყვი ამაში ასხავენ წყალს, არ ვიცი რამდენად ამოვა, არ ამოვა. ეს არ ვიცი რომლის არის, თემუკასია სავარაუდოდ. ან არ ვიცი რომლის არის, აზიარა ვარ. და ერთმა კიდე აი ამაში დათესა. რა თქმა უნდა, მე დიდი იმედები არა მაქვს იმისა, რომ რაღაც ამოვოთ, მაგრამ თვითონ ხო შეეროთ და შეეროდეთ. ეცე გმინდა. და კიდევ რა თქმა უნდა ის მეგობრები, რომლებიც აი რა ვიცი, ტიუმენიდან მომყვება და დღემდე რამდენიმე ისეთი მეგობარი მყავს, რომელიც ალბათ ჩემი აზრით, არა უშავს დედა. ჩემი აზრით, მთელი ცხოვრება მეყოლება და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება. ასე რომ მეგობრებო, ბავშვობის მეგობრები არ დაივიწყოთ. ეს არის რაღაცა რა ვიცი. მართლაც სულ სხვანაირი ბერძნობა და სულ სხვანაირი მეგობრობა. კამილა ასხავს თავის შვილუკებს. ეს მილენასია, ეს ვისია? ეს თემუკასი. თემუკასი? ეს იგი მივხვდი ეს. ჩემი. და სალუს? არა აქვს. აქვს, მაგრამ სადღაც. სად არის? სადღაც სად? თორი აქვს. თორი აქვს. დროზე დააცხი, თორე შეგცივდება დედა. შემცივდება რატომ უკვე მცივა? და დროზე ქენი და შედი. კიდე დააცხი, კიდე ნუ გეშინია. დააცხი. თეონა გვიკეთებს საჯაბ სანდალს. ეხლა მე კიდე არაფერი არ მინდა საერთოდ. მეწეგან შაურმა რა უჭამ ნახევარიც კი, ანუ დიდის ნახევარი ვჭამე მე, მეორე ნახევარი ჭამა თეონამ და ანუ იმ ნახევრის მერეც უკვე პატარები რა ტუალეტ. ისეთი როგორც მე. დანაყრებული ვიყავი, უკვე არაფერი აღარ მინდოდა საერთოდ. უფრო იაფი იყო. უფრო იაფი გამოდიოდა და პატარასაც კი ვერ შევჭამდი ბოლომდე დედა. ასე რომ მართლა ძალიან კმაყოფილები ვართ, მართლა ძალიან გემრიელი იყო, არ დაასხადე. ვიმეს დაეცნობა, იქნება ვიმეს ისა აქვს დედიკო. რა? თეთრეული გამოფენილი ექნება ვიმეს ტანსაცმელი. აი აქში თარა. ასე რომ ძალიან კმაყოფილი ვარ, ზომიერად მარილიანი, ზომიერად ესეთი წვნიანი, რასაც ქვია აი მაიონეზი და კეჩუპი რო აერევა და აი რაღაცნაირი წვნიანი რო იქნება. ზომიერად ხრაშუნა თვითონ ლავაში და ნუ მოკლედ ძალიან გემრიელი იყო, მართლა ძალიან მოგვეწონა და დიდხანსაც არ მოუნდა მალე მოიტანეს შეკვეთა. ასეთი ამბები ჩემოძვირფასებო, ბევრი ლაიქები, ბევრი კომენტარები, იმედია თქვენც ასევე გაგიხარდათ ეს ვიდეო როგორც გამიხარდა მე. კომენტარებს ველოდები. ასევე ბევრი ლაიქები დამილაიქეთ აუცილებლად ვინც უყურებს. და უყურეთ კიდევ ძველ ვიდეოებს, რომელიც მანამდე მქონდა გადაღებული, დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრი ვიდეოა ისეთი, რომელიც თქვენ არ გინახავთ ჩემს არხზე. დარჩით ჩემთან და ხვალ რა თქმა უნდა კიდევ ახალი ვიდეო გელით. დროებით.